სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღევანდელ დღეს დიდი მარხვის ამ დღეს ეკლესიას სახელდებით ლაზარეს შაბათი მოიხსენიებს რეალურ ამბავს, რომელიც მოხდა დაახლოებით 20 საუკუნის წინ დაბა ბეთანიაში, იერუსალიმთან ახლოს. როდესაც მაცხოვარმა თვალმაჩვენმა იესო ქრისტემ ყუდრეთით აღადგინა მართალი ლაზარე. ამ შემთხვევას აქვს ასევე განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა სულიერი თვალსაზრისით, რადგანაც ეს არის წინა სახე და სწავლება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შესახებ. თქვენ იცით, რომ შემდეგში მართალი ლაზარე მკვდრეთით აღდგომის შემდგომ დადგინებული იქნა კუნძულ კვიპროსზე მღვდელ მთავრად და იქ შემდეგ მოღვაწეობის შემდეგ აღესრულა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ღირსი მამა ეკლესიის დიდი წმინდანი თეოდორე სტოდიელი ბრძანებს. ძმანო და მამებო, ორი რამა, რითაც ადამიანი გადარჩება, საქმე და გრძნობა, ორი ძალა სულისა და მიზეზი სიცოცხლისა, სარწმუნოება და სიყვარული. ამათი განსახიერებანი არიან ლაზარეს დები მართა და მარიამი, რომელთა შესახებ მოგვითხრობს დღევანდელი საკითხავი. მართას საქმეს განასახიერებს, მარიამი კი ხედვას და ღმრთის განცდას. უფლის ფეხებთან რომ იჯდა ჩუმად და ყველაფერს იმახსოვრებდა, ხოლო მართა ხორციელი საჭიროებებისათვის მოქმედებდა. ასე აღასრულებდნენ ისინი ყველაფერს, რაც მათი მხრიდან იყო საჭირო ქრისტეს მისაღებად. სიკეთითა და სათნოებით მათ არა მარტო თავიანთი ძმის ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება მიიღეს, არამედ თავად ქრისტესთან ერთად ვახშმობის ღირსნი გახდნენ და მათი სახით მოგვეცა ჩვენ ორი დიდი სათნოების, საქმისა და ხედვის, სარწმუნოებისა და სიყვარულის მაგალითი. აი ვხედავ, რომ თქვენ მართლაც სარწმუნოების მართლმადიდებლობით გამოირჩევით, რადგან ღმერთს ვერ აამებ თუ მორწმუნე არ იქნები. თავდაპირველად აუცილებელია იმის რწმენა, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და როგორც ამბობს წერილი, ვინც მას ეძებს, იმისათვის მისგან საფასურს მიიღებს. ღმრთის მადლითაა გამყარებული ეს თქვენი სარწმუნოება. ესაა საფუძველი თქვენი იმედისა. მოდით ამჯერად შევეცადოთ საქმეზე და მოღვაწეობაზე ვისაუბროთ. გევედრები ძმანო, თქვენ ვინც ეს მარხვა ღმერთის მოსაწონის სიმშვიდით, მორჩილებითა და წესიერებით მოიტანეთ აქამდე. ნურს ახლა მოეშვებით, ახლაც გამოიჩინეთ სულგრძელება, მიბაძვა ქრისტესი. გაიხსენეთ მისი წამება, რომლის ხსენების დღემდეც მოვაღწიეთ უკვე. ამით გააძლიერეთ თქვენი ღვაწლი ხორციელი სურვილების დაძლევისა, გონების სიწმინდით დაცვისა, ტრის დამარცხებისა, მარხვისა და ქალწულების საუნჯის დაცვისა. ესენია, რაც ღმრთის წყალობით მოგვეცა და რასაც ჰყავს ჩასაფრებული ჩვენი მტერი. იმან კარგად იცის, რომ სწორედ ამ სათნოებების მოპოვებით დავემსგავსებით ჩვენ ღმერთს, ხოლო თუ კი საწინააღმდეგოდ ვიმოქმედებთ, ცხოველებს დავემსგავსებით, როგორც ამბობს წერილი. კაცი პატივსაშინა იყო და ვერ გულისხმას ხო. მიემსგავსა იგი პირუთსა უგუნურსა და პაძვიდა მას. რომ იცოდეთ, რამდენი სათური აქვს მომზადებული ჩვენთვის ეშმაკს, ხორციელი სურვილებისაგან. ის ახლაც ცდილობს
სხვადასხვა მათგანის გამოყენებას, რათა აცნუნოს არა მარტო ახალგაზრდები, არამედ ასაკოვნებიც, არა მარტო ზარმაცები და უუნაროები, არამედ მონდომებულები და წარმატებულებიც, არა მარტო ისინი, ვინც უკვე გამოსცა და ცოდვა და ჩვევაში გადაეზარდა, არამედ ისინიც, ვისაც ჯერ არ შეუწოდავს და არ გაუსინჯავს ცოდვის გემო. ცოდვაც და ყოველ სულს შეაცდენს ამ დამღუპველი იარაღით, რადგანაც მის მხარესაა ჩვენი ბუნების თვისება, ხორციელი სურვილების აღგზნება. ასე ამზადებს ის თავის დამღუპველ საწამლავს, თავდაპირველად დაარწმუნებს რომელიმე ამ განზრახვაში, მერე ამის სურვილს გაუღვიძებს, ადამიანს და სისხლს აუჩქროლებს, შემდეგ აიძულებს ისეთი რამეები ილაპარაკოს, რაც უწესობა და ბოლოს ამ უწესო სურვილით დაიპყროს მისივე ან თუნდაც სხვისი სხეული. ასე ხდება ადამიანის დაღუპვა, ასე შემოდის მასში სიკვდილი, რადგანაც ნათქვამია, სურვილი რომ მიახლება, ცოდვა იშვება, ხოლო ცოდვის განხორციელებას სიკვდილი მოაქვს. აქ იგულისხმება არა მარტო სულიერი სიკვდილი, არამედ ფიზიკურიც. ხშირ შემთხვევაში ასე ხდება, რომ უმძიმეს ცოდვებს ფიზიკური სიკვდილის თანახლავს. გავექცეთ ზმანო ამ სამარადისო სიკვდილს, გავექცეთ ამ სულის დამღუპველ ავადმყოფობას. გინახავთ ადამიანს მუნი რომ შეეყრება, იმას გავს ეს დაავადებაც. როგორც მუნიანი იქავებს და წამიერ შვებას გრძნობს, მაგრამ მალევე უარესად აღეკავება და უწყლულდება ხორცი, ასევე ვნებას, მავნე სურვილი სიტყვებას კი არ გამოყოფს, არამედ სიმწარეს, შვებას კი არა ნერვიულობას, სიხარულს კი არა დარდს. საწოდავია ასეთი ადამიანი, მას საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინია, უიმედობითაა სავსე ამ ქვეყნადვე მომავალ სამჟავროს დადგომამდე უკვე დასჯილია. როგორ შეიძლება ამ განსაცდელისაგან თავის არიდება, თუ არა იმ სურვილებისა და ვნებების დაძლევით, რომლებიც კაცს თავდაპირველად ეწვევა. ის ჯერ ძლიერი წინაგანწყობით ეუფლება ადამიანს, რადგან მხოლოდ გონების ფიქრის ნაყოფი კი არ არის, არც რაიმე ეფემერული, არამედ სინამდვილეში მოიწევს შენკენ. შენ კი მაშინვე, როცა ამ წინაგანწყობას იგრძნობ, გამოფხიზლდი, მოემზადე საბრძოლოდ და ღმერთს შეევედრე, მთელი გულით ილოცე და ის მაშინვე გაგეცლება. მაშინ უფლის ხელში დამშვიდდები, რადგან არ არსებობს იმაზე თქმული იმედი, ვიდრე თავისუფლება გულისა. ავი ფიქრისაგან და სულისა და ვნებათაგან არ გესმის, რას ამბობს უფალი. ყოველი ვინც ცოდავს, ცოდვის მონაა, მონა კი ვერასოდეს დაიმკვიდრებს ადგილს უფლის სახლში, ხოლო ძე დაიმკვიდრებს მას სამარადისოდ. მას გავთავისუფლდეთ ცოდვისაგან და მოვიპოვოთ შვილის პატივი და ვიყოთ ღმერთის შვილები, რომლებიც მან მადლით გამოიხსნა. ნუ თუ ისევ ცოდვის მოძალებას უნდა დავნებდეთ. ნუ თუ ჩვენ, ვინც ღმერთმა საკუთარი ხელით შექმნა, ისევ ეშმაკს უნდა ვემსახუროთ. არამც და არამც. ნუ თუ ისევ უნდა იმ აღთქმას, რაც ღმერთს მივეცით, უნდა შევეცადოთ, რომ აღვასრულებდეთ. ნუ დავემონებით ეშმაკს. ჩვენ, ვინც უკვე განთავისუფლდით და საუფლო სისხლით ვართ გამოხსნილნი, ნუ მოვაგროვებთ ღვთის მრისხანებას, რომელიც სამჟავროს დღეს დაგვატყდება თავს. წმინდა წერილი ამბობს, რომ ასეთებისათვის არ განელდება ცეცხლი და არ დაილევა მატლი. მოდით იმ თავისუფლებით გავძლიერდეთ, რომელიც ქრისტემ მოგვანიჭა და მოვიძულოთ გამხსნელი ოცნებები. ყოველდღიურად შევებრძოლოთ ამგვარ ვნებებს, დავძლიოთ შური, ძირი ყოველგვარი ბოროტებისა, დავარღვიოთ ვნებათაგან ნაგები შენობა, ტერმა რომ ააშენა და გავემიჯნოთ სიძულვილსა და ყოველგვარ ბოროტებას, რომელიც სამარადისო სატანჯველს გვიქადის.
ნუ გვეზარება ყურადღებით და სიფხიზლით ყოფნა. გაიხსენეთ უფლის კაცთმოყვარეობა. მან კარგად იცის, რომ ჩვენი ბუნება სუსტია და ცოდვის მიმართაა მიდრეკილი. ამიტომაც მოგვიწოდებს თავისაკენ. ისმინეთ მისიდან, ნუ გაიქვავებთ გულებს, რადგან მარტო ერთჯერადად კი არ მოგვიწოდებს, არამედ ყოველდღიურად გავეძახის. მძიმე თუ მსუბუქი ცოდვის პატრონებს, სიბერესა თუ ახალგაზრდობაში ცოდვის ჩამდენებს. უსმინეთ მას და განახალდით, რადგან ყოველდღიურად გვაძლევს სამკურნალო წამალს. ფიზიკური სხეულის კურნალს დრო სჭირდება, რათა ავადმყოფი გამოაჯამრთელოს. ჩვენ კი მაშინვე განკურნავს ჩვენი კურნალი. როგორც კი დავსნეულდებით, თუ მოვინდომებთ, ისე დავამარცხებთ მტერს, რომელმაც ადრე დავჯავნა. ამიტომაც, ნუ დავიზარეთ, ყოველდღიური სინანულით განვაახლოთ ჩვენი სულები. ნუც რაიმე უსუსურობისა და სიზარმაცის მომიზეზებით ვეცდებით. თავი ავარიდოთ ამ სენთან ბრძოლას. როგორც კი დაგვამარცხებენ, სიტყვით იქნება ფიქრით თუ საქმით, რამდენჯერაც უნდა მოხდეს ეს, იმდენჯერ უნდა წამოვდგეთ და წელში გავიმართოთ. ღვთის სასჯელი შიშით გავაძლიეროთ ჩვენი ვნებისაგან დაძაბუნებული გონება. მოსე, რომელსაც ღმერთი თავისიანად თვლიდა მთაზე, ხელები რომ გაშალა ჯვრის სახით, ამალეკზე გამარჯვება მოიპოვა. ხოლო როცა ჩამოუშვებდა, მაშინ უპირატესობას უცხო ტომელების ჯარი ეუფლებოდა. მსგავსი რამ გომართებს ჩვენს, როგორც კი ვნებებით შეწუხებულნი ჩვენი გონება, ლოცვის მთაზე ასვლას შეუდგება და ფიქრებს, როგორც მოსე თავის ხელებს ზემოთკენ აღაპყრობს, მაშინ ღმერთი დაამარცხებს უხილავ ამალეკს. ხოლო თუ კი გონება მოდუნდება, მაშინ მისი მოწინააღმდეგე ფიქრები გაძლიერდებიან და დაბინდულ გონებას ვნებიანი განცდები დაამარცხებენ. მას რა უნდა მოვიმოქმედოთ? არაფერი გარდა იმისა, რომ როგორც კი მოწინააღმდეგე შემოგვიტევს, ჩვენი გონებაცა და ხელებიც იმის მიმართ აღვაპყრობთ, ვისაც შეუძლია რომ გვიხსნას და ამ ბოროტ მტერთან ბრძოლაში გაგვამარჯვებინოს. ასე გაცამწვერდებიან ჩვენი სულის შემაწუხებელნი, ხოლო ჩვენ გამარჯვებულის გვირგვინი მოგვეცემა და ღმრთისადმი ლოცვითა და ვედრებით აღკაზმულნი დავაფრთხობთ ეშმაკებს. განა რამე შეიძლება იყოს იმაზე უფრო სასურველი, ვიდრე ღმრთისაგან შეწევნის თხოვნა. თუ კი უწესო და უსარგებლო საზრუნავისაგან გონება იბნევა და წუხდება, რამდენად სასარგებლოა მისი დაცვა საღვთო საქმითა და ვარჯიშით. დავითიც ასე ამბობს: რა ტკბილია შენი სიტყვები ჩემს პირში, თაფლზე უტკბესიო. ამიტომაც გევედრებით ზმან, გასწავლით და გავალებთ. მთელი გულმოდგინებით ვეცადოთ, რომ ღმერთზე ვიფიქროთ, მას ვევედროთ და ერთმანეთს დავეხმაროთ ლოცვა ვედრებისას. მორიდებით ვიყოთ ერთმანეთთან, ხოლო როცა გულისხმიერად ვილოცებთ და სულის შვებას მოვიპოვებთ, სხვებსაც მაგალითს მივცემთ და მათაც ასევე მიანიჭებს განსვენებას და საუკუნო ცხოვრებას ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება და პატივი და სიმტკიცე აცდა მარადის და კუნითი უკუნისამდე. ამინ. სამწუხაროდ ისე ხდება ხოლმე, რომ ცოდვას დამონებული ადამიანი ხშირ შემთხვევაში არ იცის რა გააკეთოს და უფრო მეტად ეფლობა ცოდვის ჭაობში. აი, შეგონება, სწავლება ღირსი მამისა, ეკლესიის წმინდა მამებისა, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს. ჯერ სოდე ხომ და მიხვდე იმას, რომ ცოდე. იმის მაგივრად, რომ სინანულს მიეცე, კიდე სხვაზე ბრაზდე, სხვას განიკითხავ, იმის ბრალია, ხელა ცოდვაში ჩავარდე. შენ თავს დააბრალე, შენი გადასაწყვეტი იყო ის, ჩავარდებოდი თუ არა ცოდვაში. როცა შესწოდე ასე, სხვას ნუაბრალე,
შენ თავს დააბრალე და შეეცადე რომ ღმერთს სინანული შენი მიერთო, სხვას ნუ განიკითხავ. თორე კიდევ უარესი დაგემართება. რადგანაც სოდვას თუ არა განეშორები და თუ არ მიხვდები იმას რომ სოდა კიდევ და კიდევ უფრო მეტი განსასწრებელი მოგელის. ღმერთს შენი სინანული აინტერესებს. ყველა ადამიანი ღვთის წინაშე წავსდგებით, ადრე თუ გვიან. ამიტომ დავფიქრდეთ ამაზე. დრო ძალზედ მცირე გვაქვს. ჩვენ არ ვიცით დღეს ხვალ გადაგვემართება. მალე ვეცადოთ რომ განვიწმინდოთ ამ ცოდვებისაგან. საკუთარ თავს მოვთხოვოთ ყველაზე უფრო მეტად. საყოველთაო აღდგომის იმანიშნებელია დღევანდელი დღე. მაგრამ ეს აღდგომა იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა ცათასას უფელს დავმკვიდრებთ ღმერთთან. არამედ იმასაც ნიშნავს, რომ აღდგომის შემდეგ უფრო მეტნი, მრავალნი ჯოჯოხეთის საშინელებაში აღდგებიან, სადაც მარადიული ტანჯვა წამებაა. ამაზე დავფიქრდეთ. მართალ ლაზარეს ვებედროთ, რომ სინანული მოგცეს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ცოდვებისაგან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგო.